Reach out and touch faith. ვაგრძელებთ თეორემას, ქართული ოცნების ანტიუკრაინული ისტერია, როგორც უკვე გითხარით, ახალ საფეხურზე გადავიდა. უკრაინის ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც განმარტებების გაკეთება მოუწია. საგარეოდან გამოსულმა უკრაინის ელჩმა შეახსენა საქართველოს ხელისუფლებას, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის ეროვნულ ინტერესებში შედიოდა. სწორედ ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. თვითონ მთავრობის წევრები ასეთ აღშფოთებას, საყოველთაო აღშფოთებას სააკაშვილის დანიშვნით უკრაინაზე ზრუნვით ხსნიან. მართლაც გადაჭარბებული მზრუნველობის გარდა რით შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ ჩვენი მოკავშირე ერთი წელია ომის ცეცხლშია გახვეული და საქართველოს მთავრობის ფორმალურმა მეთაურმა პირველად მხოლოდ მაშინ დაურეკა უკრაინის პრეზიდენტს, როდესაც ყოფილ მაღალჩინოსანთა დანიშვნების შესახებ გაიგო. ან უკრაინაზე ზედმეტი ზრუნვის გარდა რა შეიძლება გამოიწვია საერთაშორისო პრესის ფურცლებიდან საქართველოს მთავრობის მეთაურის მოწოდებები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მიზანშეუწონლობაზე. მე რა რომ უკრაინის მთავრობა არმიის შეიარაღებას ითხოვს. ბიძინამ უკეთ არ იცის ან ღარიბაშვილი უკეთ არ იტყვის. ამასობაში მიუხედავად მინსკში დადებული პირობისა, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე ისევ არასტაბილური ვითარებაა. უარესი ვიდრე მიუნხენის შეთანხმება, ასე აფასებს ლიტვის გამათავისუფლებელი და მისი პირველი პოსტსაბჭოთა ლიდერი ვიტაუტას ლანდსბერგისი მინსკის მეორე შეთანხმებას. კაპიტულაცია, ასე უწოდებენ სხვები. საქართველოს უკრაინის გაფუჭებულ ურთიერთობასა და მინსკის შეთანხმებაზე ვიმსჯელებთ თეორემას მეორე ნაწილში და რასაკვირველია, მცირე დროს დაუთმობთ ამ ურთიერთობის გამფუჭებელის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს. თეორემას სტუმრები არიან ზურაბ ჯაფარიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი, გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გიორგი რუხაძე, პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი და მამუკა ჟღენტი, საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ველჩი ევროსაბჭოში. დიდი მადლობა ბატონებო იმისთვის, რომ თეორემას სტუმრები ვდანდებით. პირველი კითხვა მექნება ზურა ჯაფარიძესთან. ბატონ ზურა. დიახ. გუშინ მივახციეთ იმას, რომ ქვეყნის დე-ფაქტო მმართველმა აღიარა, რომ ლარის გაუფასურება საქართველოს ეკონომიკის დასუსტების ბრალია, თუმცა ეკონომიკის დასუსტებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს. მთავრობას ხელსაფარებს და თით სხვა ქვეყნებისკენ იშვერს. ამბობს, რომ რეგიონში არსებულმა ვითარებამ დაასუსტა ქართული ეკონომიკა. რას უპირისპირებთ მის არგუმენტს? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები თქვენს სტუმრებს სტუდიაში, მივესალმები თქვენს მაყურებელს. კარგია თავისთავად ეს აღიარება, რომ ლარის გაუფასურება გამოწვეული არის ეკონომიკის დასუსტებით, თუმცა არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ეს რეგიონის ბრალია, რეგიონის ეკონომიკების ბრალია და ამის გამო ხდება ლარის დასუსტება, ცხადია უსასრული არგუმენტებია. მე უბრალოდ შემიძლია გავიხსენო იმ წლებში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, რა გარემოებები არსებობდა ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელი, შემიძლია გავიხსენო პრობლემები აჭარაში, შემიძლია გავიხსენო პრობლემები დაკავშირებული კორუფციასთან, დაკავშირებული იმასთან, რომ სახელმწიფო სტრუქტურები გაჯერებული იყო რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლებით, ამ პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, ამ პერიოდს დაემთხვა რუსეთის ღია სამხედრო აგრესია და კიდევ ბევრი ფაქტორი შემიძლია ჩამოთვალო, რომელიც სერიოზული შემოფერხებელია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის და მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა იმ წლებში საშუალოდ იზრდებოდა 7%-ით. ბოლო 2 წელიწადში ჩვენ ვნახეთ, რომ პირველ წელს დაიყო 3.2% და შარშან იყო 4.7%, თუმცა რომ დაზუსტება სავალოდოდ ეს კიდევ უფრო ნაკლები იქნება. ანუ ეს არგუმენტები არ არის რეგიონებში, რეგიონში ჩვენ მეზობელ ქვეყნებს ნამდვილად აქვთ ეკონომიკური პრობლემები, პირველ რიგში ეს არის დაკავშირებული ცხადია რუსეთთან, იმ სანქციების გამო, რომელიც დასავლეთმა დაუწესა რუსეთს, თუმცა ეს არ არის გამაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ ეკონომიკა არის პრობლემები, ეს არის ცალკე აღებული ცხადია ფაქტორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მთავრობა ეფექტურად იმუშავებს და თუ ექნება სწორი პოლიტიკა, ქვეყნის ეკონომიკა არ შეიძლება გაიზარდოს. მე შემიძლია ერთი კარგი მაგალითი მოვიყვანო, რომელიც აჩვენებს, რომ ერთ შემთხვევაში მაინც არაფერ შუაში არ არის რეგიონის ეკონომიკა. დღეს ჰქონდა სწორედ ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი. თუ ჩვენ ვნახავთ მაგალითად ექსპორტის მონაცემებს, შარშანდელ წელს იყო ექსპორტის კლება 2%-იანი წლის განმავლობაში. ბოლო კვარტალი რო ვიყოთ მარტო ევროკავშირის გულისხმობ, ევროკავშირთან ვაჭრობის
თვალსაზრისით და თუ ავიღებთ ბოლო კვარტალს ევროკავშირთან ექსპორტი არის შემცირებული 31%-ით. ევროკავშირის ეკონომიკაზე ვერავინ ვერ იტყვის ახლა რომ ამ წუთში იქ არის რაღაც კრიზისული მდგომარეობა, პირიქით ბოლო კვარტალი შაშანდელი წლის ითვლება რომ არის რაღაც მოტრიალების წელი ევროპული ეკონომიკისთვის და წლევანდელ წელს პროგნოზირებენ რომ იქნება იმაზე მეტი ზრდა რაც იყო ბოლოს თუ სწორად მახსოვს 2010 წელს. ნუ მაღალ მაჩვენებელზე არ არის საუბარი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირისთვის ეს კარგი მაჩვენებელია. რისი თქმა მინდა რომ ჩვენ შაშან გავაფორმეთ ეს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომლის ნაწილიც არის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ნუ არ არსებობს ლოგიკა, რომელთაც შეიძლება ახსნა, რატო შეიძლება იქონდეს ექსპორტის ვარდნა. პირიქით, ყველა მონაცემები არსებობს იმის, რომ შაშან ევროკავშირთან ვაჭრობა უნდა გაძლიერებულიყო, როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ისე ექსპორტის თვალსაზრისით და უფრო მეტი პროდუქცია უნდა გაგვეტანა ევროკავშირში, მაგრამ მოხდა ისე, რომ პირიქით ვარდნა გვაქვს ექსპორტში ევროკავშირთან. რა შუაში აქვს ახლა რეგიონული ეკონომიკა, ამასთან არ არის კავშირში არ არის, მათ შორის რაღაც რუსეთისთვის დაწესებული საანქციები ნებისმიერი სხვა რამ. ანუ პრობლემა არის მთავრობის გაუაზრებელი პოლიტიკა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო 2 წელია და არა მხოლოდ ვსაუბრობთ, თავაზობთ ძალიან კონკრეტულ გამოსავლის გზებს, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის წინ გაკეთებული ჩვენი წარმოდგენილი 36 ნაბიჯიანი გეგმაც არის ეს ანტიკრიზისული გეგმა, როგორ უნდა გამოიყვანო ქვეყნის ეკონომიკა იმ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობაში არის. ჩვენი გათვლებით და სამწუხაროდ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ყველა ჩვენი გათვლა გამართდა, როგორც ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში, ისე ბიუჯეტის შესაძლებლობასთან მიმართებაში. თუ არ გადაიდგა ეხლა დღესვე რადიკალური ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ თავაზობთ და რომელიც არ იქნება იური გადასადგმელი არც ერთი ხელისუფლებისთვის, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დიდი ალბათობით წავა რეცესიისკენ. ანუ ჩვენ ვექნება არა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკის კრება. ის რომ წელს არ იქნება 5%-იანის და ამის გარანტია შემიძლია ეხლა მოგცეთ, კარგ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს 2%-იანის და მაქსიმუმ რაღაც სასწაული თუ მოხდა შეიძლება 3%-იანი. ჩარჩანაც არ იყო. არა. ვერ შესრულდა 5%-იანის დისგეგმა. სანამ გაცილებით ჩამორჩება შაშან რაღაც 4%-ს მაინც აცდა და წელს გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემები იქნება. კი ბატონო, 36 პუნქტიან გეგმას აუცილებლად დაუბრუნდები, მაგრამ მანამდე მინდა კიდევ ერთი კითხვა დავსვა. ივანიშვილმა ისიც აღიარა, რომ სავიზო რეგულაციების გამკაცრება იყო პრობლემა, ოღონდ ესეთი ეშმაკურად მოიქცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუშვაო ეს შეცდომა, ალბათ იმიტომ თქვა ეს, რომ ისევ თავისი მთავრობისგან პასუხისმგებლობა აერიდებინა, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც სავიზო რეგულაციებს ამკაცრებდნენ, საგარეო უწყების ხელმძღვანელი იყო თავისუფალი დემოკრატების წევრი, ახლა უკვე მაია ფანჯიკიძე, რომელიც ახლა უკვე მოძულებული ყავს ბატონ ივანიშვილს. მე მინდა რომ სანამ გადავალთ უშუალოდ რატომ გამოიწვია ამან თქვათ იგივე ლარის გაუფასურებასთან რა კავშირშია ამის ახსნაზე, ვნახოთ ის განცხადებები, რასაც ივანიშვილის მთავრობის სხვა წევრები აკეთებდნენ, აი ამ გამკაცრებული სავიზო რეგულაციების დასაცავად. დღეს ქალბატონმა მაიამ პასუხიც გასცა ბატონ ივანიშვილს და შეახსენა წულუკიანის როლი ამ ყველაფერში. ჩვენ მართლაც წულუკიანს ვხედავდით ყველაზე აქტიურ დამცველად აი ამ რეგულაციების. მთავრობა აგრძელებს მიგრაციის პოლიტიკის მოწესრიგებას საქართველოში და ამავე დროს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიგრაციის სფეროში იმუშავებს ახალ წესებს იმისათვის, რომ ჩვენი საზღვრების მართვა იყოს გაუმჯობესებული, მრავალი სიახლე იქნება უცხოელებისთვის ზალაში 1 სექტემბრიდან. აბსოლუტურად მცდარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც წესები ისე მკაცრდება, რომ ჩვენთან უცხოელები თავისუფლად ვეღარ შემოვლენ. შემოდიოდნენ სხვა ინტერესის მატარებელი ჯგუფები, რომლებსაც სურვილი ჰქონდა და ეძებდნენ გარკვეულ გზებს სხვა ქვეყნებში მოსახვედრად. უმუშევარი არაფრის მქონე რომ შემოდის, ან უნდა მოიპაროს, ან უნდა სამუშაო იპოვოს, ესე იგი ჩვენ თანამოქალაქეებს უნდა წაართოს, ამის წინააღმდეგი არავინ არ არის რასისტულად მიდგომებით. ეს პროცესი არის სწორი, ემყარება საერთო რეგულაციას, რომელიც საერთო ჯამში ჩამოაყალიბებს იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირს აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებს სავიზო რეჟიმი აქვს პრაქტიკულად ყველა ქვეყანასთან, მაგრამ ეს არ უშლის მას ხელს ტურისტების შედინებაში. ამიტომ ეს არ არის თავისთავად თემა. აქ თავარი ის არის, როგორ მუშაობენ საკონსულოები, რამდენად ეფექტურები, სტრაფები და მობილურები არიან. სავიზო რეჟიმი თავისთავად არ არის პრობლემა. ეს ჩვეულებრივი ფორმაა, ჩვეულებრივი სახელმწიფო პოლიტიკაა. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს პროცედურები იყოს სახელმწიფოსათვის სასარგებლო. შეცდომები დაშვებული არ ყოფილა, ეს ის მთავრობაა და მე მივესალმები პრემიერის ამ ასე ვთქვათ ჟესტს ჩვენი საზოგადოებაში მყოფი უცხოელების მიმართ.
ხესის მთავრობა, რომელიც ამგვარი საკითხებისთვისაც და უხერხულობებისთვისაც კი იხდის ბოდიშს. მიუხედავად იმისა, რომ ამ უცხოელებმა მარტიდან 1 სექტემბრამდე 5 თვე არ გამოიყენეს იმისთვის, მე ვფიქრობ, ან არ სცეს კანონს პატივი, ან ვერ გაიგეს კანონი, იმიტომ რომ ქართულად არის. საკვალისად ინფორმირებულები? დიპკორპუსი იყო ინფორმირებული, დიპკორპუსი იმის დიპკორპუსია, რომ თავის მოქალაქეებს კონსულების მეშვეობით საქართველოში უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და ამ კომუნიკაციას დიპკორპუსთან აწარმოებდა საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად. როგორც ჩანს, ასეა თუ ისეა, მიზეზით თუ იმიზეზით ეს ინფორმაცია ან არ მივიდა ამ უცხოელებამდე, ან მათ ჩათვალეს, რომ ნუ აქამდე თუ საერთოდ არ იყო ამ ქვეყანაში წესები და აბსოლუტური თავისუფლება გქონდა, ვერ დაიჯერეს, რომ რაღაც წესები იქნებოდა შემოღებული. ეს წესები იქნა შემოღებული 1 სექტემბერს შევიდა ეს კანონი ძალაში და ეს კანონი და ეს რეფორმა იყო ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რამაც შესაძლებელი გახადა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ივნისში. რეფორმას არ ქონია ხარვეზები. რეფორმამ გამოიწვია აი ამ სეგმენტის უცხოელებისთვის უხერხულობები. ეხლა რას გააკეთებს მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად 7 პუნქტიანი გეგმა შევიმუშავეთ. ჩვენმა სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო ადმინისტრაციასთან ერთად. ეს 7 პუნქტი ემსახურება იმას, რომ მოიხსნას უხერხულობები და მივცეთ ზოგიერთ სეგმენტს უცხოელების, ვინც ყველაზე ძალიან დაზარალდა, იმიტომ რომ არ იცოდა კანონი, იმიტომ რომ შეეშალა, იმიტომ რომ ვერ გაიგო და ასე შემდეგ, მივცეთ შეღავათი. დღეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი წარმატების დღე, იმიტომ რომ ევროკომისიამ განიხილა დღეს დილით და დაამტკიცა ის ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ წარმატებით განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები, რომ ჩვენი ქვეყანა წაწეულიყო ერთი ნაბიჯით წინ და დაეხურა პირველი ფაზა, ეგრეთ წოდებული, იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ერთ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს არის დიდი წარმატება, ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ბევრი ძალისხმევა, ის რეფორმა, რაც განვახორციელეთ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი, თუნდაც მიგრაციის შესახებ ბოლო რეფორმა, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. იმ კოლექტიური ძალისხმევის ფარგლებში, რაც იყო სხვადასხვა უწყებების შეერთებული ძალისხმევა, დაფასდა, დადებითად შეფასდა და ამან მოიტანა პოზიტიური შედეგი. ბატონ ზურაბ, მაი მოვისმინეთ ახლა ჩვენ ქალბატონი წულუკიანის და ბიძინა ივანიშვილის გუნდის სხვა წევრების აქტიურობა ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ უნდა დაეკისროს ამ შემთხვევაში ქალბატონ წულუკიანს, რომელიც სწორედ იმ კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელიც სავიზო რეგულაციებზე მუშაობდა და ზოგადად მარტივად რომ გითხრათ, რატო იყო კიდევ ერთხელ რო შევაჯამოთ, რატომ იყო ამ გაუაზრებელი, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რეგულაციების მიღება პრობლემა. ხო, ნუ ძალიან რთულია ამ ადამიანების განცხადების კომენტირება, ამ ადამიანებს აღესმით ელემენტარული რაღაცები, ის რომ ამერიკის ეკონომიკა არის 20 ტრილიონ დოლარამდე და იქ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები არის გაცილებით მაღალი და შესაბამისად სრულელები ჩასვლისა და ცხოვრების არის ძალიან ბევრი, მარტივად ვთქვა და საქართველოს ეკონომიკა არის მეგონი 28 მილიარდი ლარი და ჩვენ ვართ ძალიან ღარიბი ქვეყანა და ჩვენი სავიზო რეჟიმი გამარტივებული ქონდა იმ ქვეყნებთან, რომლებიც არიან ჩვენზე მდიდრები, მარტივად რო ვთქვათ და შესაბამისად იქიდან რაღაც აქ ჩამოსვის მსურველების და აქ რაღაც სამსახურის შოვნის სულები მაინც და მაინც დიდი რაოდენობა არ იქნებოდა. რატო არის პრობლემა? იმიტომ რომ ჩვენთვის ეს აღმოჩნდა, ტურიზმი არის მეტნაკლებად სტრატეგიული სფერო, როგორც არ არის მაგალითად იგივე ამერიკის შეერთებული შტატების, რომელზეც ხა ოპერირებდა ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი. ტურიზმი არის ერთ-ერთი წყარო ქვეყანაში ვალუტის შემოდინების, კონკრეტულად დოლარის შემოდინების. ასეთი წყაროები ჩვენ ქვეყანას აქვს სულ რამდენიმე, მე შემიძლია ვთქვი, ყველა თითოეული მათგანი ჩამოვთვალო და ავწერო თუ ამის დომა აქვს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითად ტურიზმი და ზოგადად ვიზიტორები, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში და აქ ხარჯავენ ფულს. მე არ მინახია ბოლო მონაცემები, არ აქვს გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ოქტომბრის ჩათვლით ქონა გამოყენებული მონაცემები და ვიზიტორების რაოდენობის მხრივ იყო კლება შარშანდელ წელთან შედარებით. შედარებისთვის უბრალოდ შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მაგალითად ტურიზმის
კასკადების ზრდა იყო 56%-იანი. ანუ ჩვენ ყოველწლიურად გაცილებით მეტი ადამიანი გვემატებოდა ტურისტების სახით და მათ შემოქონდათ ვალუტა ქვეყანაში. მეორე წყარო არის მაგალითად ექსპორტი, რომელზეც უკვე ისაუბრეთ წეგან, რომ გვაქვს სერიოზული ვარდნა და მათ შორის ვარდნა გვაქვს ევროკავშირთან ვაჭრობის თვალსაზრისით, ანუ ამ წყაროზეც ვალუტის შემოდინების გვაქვს პრობლემა. მესამე წყარო არის მაგალითად საგარეო კრედიტები, რომელსაც ქვეყნის მთავრობა იღებს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ამ ხრივაც ათვისების პრობლემა გვაქვს, მაგალითად ჩარშან თუ სწორად მახსოვს სექტემბრის თუ ოქტომბრის ჩათვლით ათვისება იყო დაახლოებით 50%, ანუ წლის განმავლობაში 100 ხიც უნდა აეღოთ და დაეხარჯათ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და 2 თვე იყო დარჩენილი წლის ბოლომდე და ჯერ კიდევ არ ქონდათ ეს თანხები ათვისებული და მიღებული. ერთ-ერთი წყარო არის გადმორიცხვები, რომელიც ირიცხება საზღვარგარეთიდან, საზღვარგარეთ ცხოვრობ ქართველები ურიცხავენ თავად ოჯახებს და აქ გვაქვს პრობლემა, ძირითადად ეს პრობლემა ცხადად დაკავშირებულია რუსეთში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებთან და ნუ კიდე შეიძლება იყოს 1-2 წყარო, ეხლა აღარ გავაგზავნებ კიდე, მაგრამ ყველა წყაროსთან მიმართებაში პრაქტიკულად გვაქვს პრობლემა და ესეთი ერთ-ერთი წყარო არის ტურიზმი და თუ საქართველოში არ შემოვა ბევრი ტურისტი, შესაბამისად დოლარის შემოდინებაც იქნება ნაკლები. შესაბამისად ეს ცვლის ბალანსს ქვეყანაში არსებულ დოლარისა და ლარის მოცულობას შორის, რაც შემდეგ აისახება ლარის კურსზე და რაც ემართება ლარს უკვე მეორე წელია ზედიზედ, ამას ყველა ხედავს. ცხადია ეს ძალიან სერიოზული პრობლემა არის ქვეყნის და პირველ რიგში ეს არის პრობლემა ყველაზე გაჭირებული მოსახლეობისთვის, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს მოჭრილად რაღაც თანხას ყოველთვის შეეყოს პენსია ან რაღაც შემწეობა. მათი შემოსავალი არ იზრდება ყოველთურად, მაგრამ ეს რასაც ისინი ყიდულობენ, ამ ყიდულობნარობა ვარდება სულ უფრო ნაკლები პროდუქციის. კი ბატონო, დოლართან მიმართებაში რადგან ხდება გაუფასურება, ჩვენი იმპორტის 61% დოლარიზებულია, თუ არ ვცდები და აქედან შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ. და ერთი კითხვა 36 პუნქტიანი გეგმის მხოლოდ ერთ ნაწილს მინდა შევეხო, რომელიც ვთვლი რომ მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობას განემარტოს და ტაბულას მაყურებელსაც განემარტოს. თქვენ ითხოვთ გადასახადების შემცირებას, მათ შორის საშემოსავლოს გადასახადის 20-დან 15%-მდე შემცირებას, დამატებითი ღირებულების 18-დან 16%-მდე შემცირებას, აქციზის გადასახადის შემცირებას საწვავზე, ბენზინზე, დიზელზე, ბუნებრივ აირზე. თუ ქვეყნის ბიუჯეტი ამ შემთხვევაში და თქვათ იგივე პენსიების გადახდა ხდება ქვეყნის ბიუჯეტიდან. ქვეყნის ბიუჯეტში შედის ფული გადასახადების მეშვეობით. ამიტომ არ მიკვირს ზოგიერთის გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ გადასახადები თუ დავავწიეთ, მაგ შემთხვევაში როგორ მივიღებთ საკმარის ფულს იმისთვის, რომ თქვათ იგივე სოციალურად დაუცველებს დავეხმაროთ, იგივე პენსიონერების პენსია გავისტუმროთ, საჯარო სამსახური ვარჩინოთ და ასე შემდეგ. თუ შეგიძლიათ რომ აი მარტო ამ საკითხზე ეს საკითხი რომ ახსნათ, რატომ შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას ხელს გადასახადების შემცირება? ხო, ერთი რომ გადასახადების დაწევა ნიშნავს სტიმულის მიცემას ეკონომიკისთვის, ეს ნიშნავს რომ უფრო ნაკლები თანხას დახარჯავს სახელმწიფო და უფრო მეტი თანხები, მეტი ფული დარჩება კერძო სექტორში, იმისათვის რომ ეკონომიკა ამუშავდეს. საქართველოს აქვს ამისი კარგი გამოცდილება იმ წლების, როდესაც ხელისუფლებაში იყო ნაციონალური მოძრაობა, ამ წლების განმავლობაში მუდმივად ხდებოდა გადასახადების კლება და მიუხედავად ამისა, ეკონომიკა საკმაოდ კარგად იზრდებოდა და ბიუჯეტის შემოსავლები, გაათმაგდა თუ გათერთმეტმაგდა, მას შემდეგაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში. ამიტომ ეს პირდაპირ კავშირში არის ეკონომიკის ზრდასთან, იქ უბრალოდ სხვადასხვა ტიპის გადასახადის დაწევაზე არის საუბარი და ეს სხვადასხვა ტიპის საქმეს ემსახურება, ესე ვთქვათ. საშემოსავლო გადასახადის დაკლება ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფონდში კომპანიებს გამოუთავსებთ თანხები და მათ ეძლებათ სტიმული, რომ მათ დამატებით ახალი ადამიანები დაიქირავონ, თუ ამის სურვილი ექნებათ, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დაიქირავენ, მაგრამ ეს არის ერთგვარი მასტიმულირებელი და ზოგადად ითვლება, რომ საშემოსავლო გადასახადის კლება ხელს უწყობს დასაქმებას და უმუშევრობის აღმოფხვრას, ეს არის ერთი. მეორე ეს არის დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიხდით, როდესაც ნებისმიერ პროდუქციასთან მომსახურებას ვყიდულობთ, ეს ხელს შეუწყობს ფასების დაკლებას და სწორედ იმას, რომ ფული დარჩეს მეტი ეკონომიკაში და ნაკლები დახარჯოს სახელმწიფო ბიუროკრატიამ, განსაკუთრებით პრემიებზე და დანამატებზე და შემდეგ და შემდეგ აქციზის გაუქმება ნავთობპროდუქტებზე ჩვენს აზრით ხელს შეუწყობს იმას, რომ საწვავზე და მათ შორის ბუნებრივ აირზეც ბასებმა დაიწიოს. ეს არ არის 100%-იანი გარანტია, რომ ასე მოხდება, მაგრამ ეს არის ხელშემწყობი ფაქტორი და ჩვენს აზრით ეს გასაკეთებელია. რაც შეეხება იმას, რა უნდა უყოთ ბიუჯეტს, ჩვენი გათვლებით რომ დავაჯამეთ ეს თანხები ჯამში ცდება დაახლოებით მილიარდ ლარს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება შესაძლებელი პირველივე წელს ჩვენი გათვლებით შესაძლებელია დაახლოებით 9 მილიარდი ლარის შეკვეცა ბიუჯეტში, თუმცა 2 წელში ან მაქსიმუმ 3 წელიწადში ეს არის სავსებით რეალური, რომ ეს სახელმწიფომ გააკეთოს. კი ბატონო და სულ შეკითხვა არ შემიძლია რომ არ შევეხო უკრაინის ელჩის დაბარებას და მე უკვე სტუდიაში სტუმრებთან უნდა გადავიდე. ბატონო ზურა, როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს და ზოგადად რას მოუტანს, თქვათ მსგავსი რა მდგომარეობაში ახლა თქვენი შეფასებით საქართველოს-უკრაინის ურთიერთობა?
ხო, არაფერს კარგს ეს ჩვენ ქვეყანას არ მოუტანს და ისევ როგორც საქართველოს-უკრაინის ურთიერთობა ამ წუთში არ არის მაინც და მაინც კარგი და დალაგებული და ამას ბევრი წინაპირობა ჰქონდა, ძირითადად ეს არის გამოწვეული ერთის მხრივ მთავრობის და კონკრეტულად ივანიშვილის პირადად არასწორი ხედვებით და მეორე მხრივ ივანიშვილის მთავრობის გაუაზრებელი არაერთი განცხადებით სხვადასხვა ტრიბუნიდან, მათ შორის საერთაშორისო ტრიბუნებიდან, რაც შეეხება თვითონ თავისთავად ამ ფაქტს, ძალიან სამწუხარო ფაქტია, უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვერდით იდგა, უკრაინელები იბრძოდნენ მათ შორის ჩვენთან ერთად რუსების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში, შემდეგ 2008 წელს ეს ქვეყანა იდგა ჩვენთან ერთად და უკრაინა არის ერთი ამ ბრძოლაში, იმ ბრძოლაში, რომელ ბრძოლაში დღეს არის საქართველო, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, რუსული იმპერიის წინააღმდეგ, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ და უკრაინა დღეს არის ამ ბრძოლის წინა ხაზზე, ფრონტის წინა ხაზზე. ამიტომ მარტივად რო ვთქვა, ეს არა მხოლოდ მორალურად არის გაუმართლებელი, არამედ პრაგმატულადაც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო ზურა იმისთვის, რომ გაათეორემა სტუმარი იყავით.